არა განცხადება არა ბოდიშიც უნდა დაიწყო როცა 10-დან 10-მდე ვიღაცა ინტერესების გამო ხო ახლა ზიანი მიადგა ნახევარი გორის მოსახლეობა მოსახლეობა უწყლოდ არის ნახევარი ქალაქი ეს არის სირცხვილი სიციანი ბავშვი ყავს და ჩემს ძმას ბიდონით მოვატანინე წყალი რომ ჩავსვა წყალში და გავაგრილო ბავშვი წერდა გუშინ ონკოლოგიური პაციენტი ვარო და არავინ არ ყავს სახლშიო და წყალი არ გასმელი და 112 წუთი დაერეკა იმ წყალი მაინც მომაწოდა აი ესეთი მდგომარეობა არის აი ეს მდგომარეობა და ერთი ადამიანი კი რომ ძალიან ბევრი ადამიანი იყო ეს ჩვენი ახშტო 60,000 ადამიანის მიგდება როგორ წარმოგიდგენია ხო არ გავუკეთებია არა გავარ და ვაკეთებ თუ პასუხისმგებლობა მაშინ ჩემი აზრით უკვე მიგდება არის ერთის გამო რომ 60,000 წირავს აი გატერვა ინტერესების გამო ხო გადის ეს ხალხი ახლა მის შეუცვალეთ მდებარეობა და როგორ არის ბიზნეს ინტერესები როგორ არის ხალხს მაგას და ერთო პირის გამო ნახევარი ქალაქი უწყლოდ ამყოფერდა მილიონების გამო არ არის გასაგებ ნუღავი და არა მე მსგავს ნებართვას არავინ არ მომცემს არასდროს აუსაძლისი მდგომარეობა ჯერ არის ნაგავსაყრელს მიგდებენ და იმით ააყროლეს ქალაქი ეხლა საერთოდ წყალის გაგვიწყვიტეს და კიდევ იმ აყროლებულ ქალაქს დაამატეს ეს წყლის პრობლემა მოხუცებით ცხოვრობენ ჩვენ ქალაქში ადამიანებს შეად შივრები იღუპებიან ადამიანებმა და წყალიც არ აქვთ წყლის საყიდელი 50 თეთრიც არ აქვთ ესენი იმასაც არ კადრულებენ რომ წყალი უბნებში მაინც დააყენონ თვითონ მანქანა რომ წყალი აიღოს ადამიანმა ანუ ამ პაპანახებას სიცხეში გაგვწირეს ვიღაცის მილიონების გამო. ეს პრობლემა სწორედ წარმოიშვა იქიდან, რომ წლებია ვითხოვთ ქალაქის განაშენიანების გეგმას, ანუ გეგმას, რომელიც გვესმის, რომ აი წელს იქნება, ერთ თვეში იქნება, ორ თვეში იქნება, მაგრამ დღემდე ეს გეგმა არავის არ უნახავს და ზუსტად აი ამ გეგმის არარსებობის გამო ნახევარი ქალაქი ჩავარდა აი ამ მდგომარეობაში, რასაც ახლა ვხედავთ, ვიღაცა კერძო ბიზნესმენის ინტერესების გამო 40 გრადუს სიცხეში მოსახლეობა ნახევარი ქალაქი ფაქტიურად არის უწყლოდ დარჩენილი. მიმდინარეობს მუშა პროცესი, ყველა ბრიგადა არის მობილიზებული ადგილზე, დამატებითი ბრიგადებია ჩართული და ხედავთ თქვენც რომ საბოლოო კვანძი არის, რომელიც შედუღება დასრულდება უახლოეს მომავალში, აი ახლა უახლოეს საათებში ალბათ ნახევარ საათში და გაეშვება ნაწილი წყლის ნაკადის უკვე გაშვებული არის მილში და დანარჩენი გაეშვება სრულად. ანუ წყალი რომელიც საათზე წამოვა ონკანში, აქ კი არა ონკანში. სისტემა რო შეივსება, წყალიც წამოვა ყველგან. სისტემა რო შეივსება 3 საათში, 2 საათში რა დროში. დაჭირდება ეს. ანუ დიდი არის სისტემა და დაახლოებით ალბათ საათნახევარი დაჭირდება. ბატონო კოდე მოსახლეობას ეს კითხვაც ქონდა რომ არ ხდებოდა გაფრთხილება რომ წინ ცოდნოდათ ან ეტაპობრივად გათიშულყოთ აი ამაზე. ან მესიჯები დაეგზავნა მოსახლეობას. სრულად არაგონებული ვადით და უბრალოდ როცა პროცესი დაიწყო, სამუშაო პროცესები როცა დაიწყო, აღმოჩნდა რაღაც გაუთვალისწინებელი, რომელიც მიწის გაჭრის შედეგად დახვდათ ჩვენს ბრიგადებს და ამიტომ გაიწელა სამუშაო პროცესი. მოსახლეობის ნაწილი საუბრობდა გეგმა არ არსებობს და ასეთი ბევრი სიურპრიზი დახდება ქალაქში. აი ამაზე რომ გორის მუნიციპალიტეტის მერია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მუშაობს. გეგმის ნაწილი არის გაკეთებული, გამზადებული და დასკვნითი ფაზა არის შესასრულებელი, რომელზეც ჩვენ ახლა დავიწყეთ მუშაობა და ეს მომდევნო წლის დავასრულებთ და თუ გნებავთ გაჩვენებთ პროექტს გეგმასთან დაკავშირებით. ხო, აუცილებლად მოგიწევთ. მოგძანდით ხვალ სამსახურში ჩვენთან და გაჩვენებთ გეგმაზე დაწყებულ სამუშაო პროცესებს გაჩვენებთ პირადად მე. შეგიძლიათ სანამ ვიღაცას ცილს დაწამეთ, სანამ ვინმე ცილს დასტამეთ ხუილში, ჯერ უნდა გაერკვიეთ საკითხი. ჯერ უნდა გაერკვიეთ საკითხი. მოგძანდით და ხვალ თუ გნებავთ ეხლავე წავიდეთ და გაჩვენებთ როგორ მუშაობს მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახური გეგმასთან დაკავშირებით. არა თქვენ დამწამეთ ცილი ახლა ხუილთან დაკავშირებით და ასული დაგიბრუნდეთ. რომ მუშაობდეთ, მაგრამ იმას იკადრობდით რომ ადამიანებთან წყალი მიგატარეთ მანქანებით მაინც. მაგრამ ზურგს მაგცევთ.